ქართველი დიზაინერები კი თბილისის მოდის კვირეულისთვის ემზადებიან. მათ 2015-2016 წლის კოლექციებში ამჯერად გასული საუკუნის 70-80 წლების სტილი დომინირებს. როგორც ყოველთვის დიზაინერების კოლექციებს ქართველებთან ერთად უცხოელი კრიტიკოსები და ბაერებით შეაფასებენ. მაიკო ჭაფოძის სიუჟეტი ვნახოთ. ახალი კოლექციების შესაქმნელად დიზაინერების შთაგონების წყარო არაერთხელ გამხდარა გასული საუკუნეების სტილი. მსოფლიო მოდის სამყაროში უკვე შეთანხმდნენ, რომ 2015-2016 წლის შემოდგომა ზამთარში 70-80-იანების მოდა იქნება აქტუალური. ამ პერიოდის ჰიტი კი გაშლილ ბოლოიანი შარვალია. ამიტომაცაა, რომ ცივი სეზონის მოდურ სამოსში ეგრეთ წოდებული შლაქსი თითქმის ყველა დიზაინერის კოლექციაშია. მსოფლიოს წამყვანმა მოდელიორებმა უახლესი ტენდენციები უკვე გამოააშკარავეს პარიზსა და ლონდონში. ქართველი შემფასებლები კი თბილისური ზამთრის მოდას ხუთშაბათიდან გაეცნობიან. კოლექციის მთავარი მიმართულება არის 70-იანი წლები. 2015-2016 წლის ზამთრის მოდა განსაკუთრებით გაახარებს მათ, ვისაც სიცივე მუქი სამოსის გამოეჯავრება. ზღვის წელიწადი და მასთან დაკავშირებული მოდური ტენდენციები საშუალებას გვაძლევს ზამთარი უფრო ფერადი გავხადოთ. გაზაფხულის ტონალობები ჭარბობს დიანა ქვარიანის კოლექციაში. გასული ეპოქის შესაფერისად დიზაინერმა აქცენტი გააკეთა ქალურ სილუეტზე. შლაქსების გარდა ქვარიანის უახლეს კოლექციაში დომინირებს მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ელემენტები, თუმცა დიზაინერის მიერ თანამედროვე კუთხით დანახული და დამუშავებული. ბოჰემური პერიოდი იყო 70-იანი წლები და მინდოდა გამეკეთებინა რაღაცა ასეთი პატარა დეტალი. და გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს პატარა ბანტები, ბროშებით, ან წინ, ან თვითონ ამ ბანტებზე. მოკლედ ეს დეტალი იქნება მთლიან კოლექციაში. კომბინეზონები და შლაქსები ჭარბობს დალოოდის კოლექციაშიც. მოდის სახლის ათამდე დიზაინერმა ზედმიწევნით შეისწავლა 70-იანების ტენდენცია. ელეგანტურობისა და ლამაზი ქალის ინსპირაციით კი ზამთრის მოდა შეიქმნა. დალოოდის უახლეს კოლექციაში სადა სწორხაზოვანი გრძელი სილუეტები ორგანზასა და აბრეშუმისგანაა შექმნილი. ძირითადი აქცენტი, რასაც დალოოდი ამ ჩვენებად წარმოდის, ეს არის მხრები. ჩვენ დავზარდეთ ხარი, რაც არის ცოტა სარისკო მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ ეხლა ეჩვევა თვალი. სტუმრების მიღება იქნება ამ ეზოში, თავიდან იქნება პატარა ფურსეტები. სანამ გიორგი ქებურიას შემოდგომა ზამთრის ქალს გაეცნობიან, სტუმრები 70-იანი წლების მიღებაზე აღმოჩნდებიან. შემდეგ კი არტარიას საგამოფენო სივრცეში გადაინაცვლებენ. მინიმალისტური შეკრული სივრცე სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ქმნის. დიზაინერის ახალსამოში გამოწყობილი ქალიც მშვიდი და დახვეწილია. დომინანტი ამ კოლექციაში შლაქსი და ღია ფერებია. გიორგი ქებურია ზამთარში ქალს ტრიკოტაჟის ნაკსოვი კაბითა და გრძელი მკლავებით ხედავს. ჩვენების გაკეთება გადავწყვიტა პირველად განსხვავებულ გარემოში, ავირჩიე არტარიას გალერეა, სადაც ვფიქრობ, რომ ჩემი კოლექცია უფრო შეკრული იქნება შემარჩეულ გარემოში და უფრო დამეხმარება კოლექციის პრეზენტაციაში, ასე ვთქვათ. და კიდე ჩვენება იმით იქნება განსხვავებული, რომ ხალხი იდგება ფეხზე და პირველად არ იქნება ეგრეთ წოდებული ფრონტ როუ და ყველა სტუმარი იქნება თანასწორი. 20-მდე დიზაინერის ნამუშევარს თბილისის მოდის კვირეულის მე-11 შეკრებაზე ქართველ მოდის მოყვარულებთან ერთად უცხოელი ბაიერები და კრიტიკოსები დააკვირდებიან. ვარდების მოედანზე მდებარე ივერია ჯგუფის ახალი საღონისძიებო სივრცე გააერთიანებს დიზაინერების შოურუმსა და 28 მეტრიან პოდიუმს. თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონის სტარტს 16 აპრილს აიღებს და 19-ში დასრულდება.